მეორე ლაზარე ლომიძე 11 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცურვა, ხატვა და ცეკვა. ყველაზე მეტად მიყვარს ცურვა. ცურვაზე სამწუხაროდ არ დავდივარ, მაგრამ მინდა შევიდე. სანამ ცურვას სწავლდი, ერთხელ ვიხრჩებოდი. კიდევ კარგი მამიკო იყო გვერდზე და გადამარჩი. ახლა ათავისუფლად შემიძლია გავცურო ტივტივებთან და გამოვცურო. ცურვაში ყველაზე რთულია სუნთქვის შენარჩუნება. ახლა მეს მიჭირს და ზოგჯერ სუნთქვაც მეკვრევა ხოლმე. და შემდეგ ვიწყებ სპეციალურ მოძრაობას და ვწვევები ზურგზე, რათა სუნთქვის საშუალება მომეცეს. მინდა გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი და ვასახელო საქართველოს. ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ვცეკვავ ანსამბლ ცერულში. მახსოვს პირველი დღე ცეკვაზე რომ შევედი. პირველ დღეს ვიცნობდი მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. მხოლოდ მასთან ურთიერთობდი და რაღაცნაირად მწვენოდა რამე რომ არ შემშლო და არ და ბავშვებს არ დაეცინათ. კიდევ კარგი არაფერი არ შემეშალა და ყველასთან დავმეგობრდი. როლი მქონდა 2 და ეხლა მივდივარ ივნისში მესამეზე. უფრო მეტად მომეწონა მეორე კონცერტი, რადგან ბავშვებს უკვე ვიცნობდი და კარგად გავერთით. თან გავედით პირველ ადგილზე. ეს კონცერტი მქონდა ანტალიაში და ვიცეკვეთ მთიულური. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ლეთია რგოლი, რომელიც კეთდება სოლოში. მე ვცეკვავ მთიულურში 4 სოლოს, რაჭულში 1-ს და აფხაზურშიც 1-ს. მინდა ჩემი შემდეგი კონცერტი იყოს პარიზში და მინდა დამესწროს ბაპე. ბილეთის ფასი იქნება $150 და მთელი დარბაზი იქნება სავსე. მაქვს რაჭულის კრემისფერი ჩოხა, რომელიც ძალიან მომწონს. კიდევ მინდა მქონდეს შავი აფხაზურის ფორმა. ჩემს ქორწილში აუცილებლად ვიცეკვ. ცოლს მოვიყვან, როცა ვიქნები 22 წლის. ბაბუების საპატივცემულოდ შვილებს დავარქმევ ვანოს და ავტოს. გოგოს ცოლმა მოუფიქრო სახელი. ასევე ძალიან მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ, დავარ თვითნასწავლი მხატვარი. ხატვა დავიწყე, როცა ვიყავი 4 წლის. ჩემი მასწავლებელი როცა ხატავდა, სულ რაღაც წინ იდებდა. მე გადმოხატვა არ მომწონდა და ვფიქრე ჩემი ფანტაზიით დავხატავ და რომ დავხატავ, გავიზრდები, შევხედავ და შევქმნი. ჩემი საყვარელი ფერია შავი. არ მიყვარს ორდოსფერი. იმიტომ რომ არ არის ნათელი ფერი და ზოგიერთ ნახატს ამახინჯებს. ნახატებს ვაგროვებ და უკვე შეგროვებული მაქვს 250 ნახატი. ამ ნახატებიდან ყველაზე მეტად მომწონს მზის ჩასვლა. ნახატები არ გამიყიდია, მაგრამ გამიჩუქებია. ყველაზე ხშირად ჩუქნი ჩემს ბიძაშვილებს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. ჩემი ოცნების საჩუქარია 2 სართულიანი სახლი, სადაც იქნება აუზი. ნახატების გაყიდვას არ ვაპირებ, მაგრამ თუ გავყიდი, მინიმალური ფასი იქნება ლარდახევარი. მაქსიმალური კი 50 ლარი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ არის ძალიან კეთილი დირექტორი და მყავს ძალიან კეთილი დამნიგებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია დემეტრე გოდუაძე. ყველაზე მშვიდია სესილი დავითაძე. ყველაზე ჭკვიანია ლიკა ბერიძე. ყველაზე ბედნიერი ვარ მე. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ეკა ხვიჩი. იმიტომ რომ ის ხსნის კარგად, მაგრამ ზოგჯერ ყურადღება მფანტება და არ უსმენ. ნუგზარი მასწავლებელს ჩვენ სასწავლო ნაწილს მიუძღვენი სიმღერა და ამის შემდეგ დავყავარ ღონისძიებებზე და დირექტორი მესწრება ხოლმე და გავიცანი. ასევე ძალიან მიყვარს სიმღერა. უკვე 4 წელია მღერი ანსამბლ ეთნოში. მე შემიძლია ვიმღერო 3-ვე ხმაში. ყველაზე კომფორტულად თავს გრძნობ, როცა მღერი ვარ მესამე ხმაში. ჩემი საყვარელი სიმღერაა არხოტის სასავით. არახოტის სასავით ლურჯი გაქვს თვალები. შვენებით მოიგევხარ სალიკლდის ავაზას. მაგისი ლამაზისთვის ეწყევლიან ქალები. ვაჟები ლოცავენ შენს ნავალ შარაგაზას. ჩემი მუსიკის მასწავლებელია ომარ ყურავა. ომარი მასწავლებელი არის ძალიან სიმპათიური, კეთილი, გულთბილი და კარგი ადამიანი. სიმღერით გამოვიდი 5 კონცერტს. ყველაზე მეტად დამახსოვრდა მეორე კონცერტი, იმიტომ რომ სოლო კონცერტი გქონდა და ვიყავი სოლისტი. ესწრებოდა ბევრი ხალხი და ყველას ძალიან მოეწონა. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, ჩემი მეორე ძმა და დედა და მამა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. იმიტომ რომ ჩემს თავს უნდა პატარა და იყო, რომელთანაც კარგად გაერთობა. ჩემი ძმა არის 8 წლის და ქვია იონე. იონე არის მეგობრული, ბედნიერი და კეთილი ადამიანი. ჩემს მეორე ძმას ქვია ილია და არის 11 თვის. მას არაფრის არ ეშინია და სულ კარგად იქცევა. ჩემ დაიკოს ქვია მართა და არის 5 წლის. მართა არის ძალიან ლამაზი, კეთილი, მეგობრული და გულთბილი. ჩემი აზრით მართა რომ გაიზრდება, გამოვა ბაღის მასწავლებელი. იონე გამოვა მეზღვაური. ილია კი ბოქსერი. მამიკო არის კეთილი ადამიანი, ჩემთვის მაყო და მისაბაძი ადამიანი.
დედიკო არის ლამაზი, მას უყვარს ბავშვები და ძალიან კარგად გამოსდის ბავშვებთან ურთიერთობა. ჩემი საყვარელი საჭმელია დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო ჩემი პატარა ძმის დაბადება. ჩემი საყვარელი წიგნია ცუდი მამა. მაგრამ სინამდვილეში ცუდი არ არის, საუკეთესო მამა არის, უბრალოდ ფულით იქირავებენ მოსამართლეს და ცუდი გამოყავთ მამა, რომელიც იყო მრბოლელი და მან დაკარგა ფეხი, ხოლო ის იბრძვის მისი შვილისთვის. როდესაც მან დაკარგა ფეხი, ცოლმა მიატოვა და ზრდიდა თავის შვილს. ასევე მიყვარს ფილმების ყურება. ჩემი საყვარელი ფილმია უძინართა მზე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, საქართველოს დაუბრუნებდი იმ ტერიტორიას, რაც მან დაკარგა. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი? დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, ვიმოგზაურებდი მეორე საუკუნის ეგვიპტეში. შემდეგ მონაწილეს უტოვებასაც შეკითხვას, რომელ სუპერძალამ უნდა რომ მქონდეს. მე მაგალითად მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. ახლა რომ მთელი მსოფლიოს ბავშვები მისმენდნენ, ურჩევდი რომ უყვარდეთ სამშობლო და თავიანთ მიზნებს არ უღალატო. მშობლებს ურჩევდი რომ არ მოიწყინონ და სულ იყვნენ ბედნიერები. ბედნიერება არის მიზნების მიღწევა და კარგი ოჯახის ყოლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.